მოგესალმებით ჩვენ ძვირფას მომხმარებლებს. დღეს ჩართვა გვექნება ინვენტორის თბილისის შოურუმიდან და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ინვენტორის ნესტი შემწოვი აპარატები არის ოფიციალური სერტიფიცირებული ევროპული მოდელები 5 წლიანი ხარხმული გარანტიით. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი აპარატები გარანტირებულად 100% დებს შედეგს და ვისაც გაწუხებთ ნესტი, მაღალი ტენიანობა კონდენსატებ მინებზე, კედლებზე, იატაკზე, სადაც კი რამე სისველი არსებობს ოთახში, ჩვენი აპარატები 100%-ით შველის. ჩვენი მომხმარებლების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე, დღეს გვექნება ჩვენი ერთ-ერთი მოდელის აღწერა, რადგან თქვენგან იყო ძალიან დიდი თხოვნა ამის შესახებ, რომ კონკრეტულად აგვეხწერა აი ეს მოდელი. ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ ავხსენებთ 20 ლიტრიან მოდელს, თქვენ თუ გაქვთ 16 ლიტრიანი მოდელი, აბსოლუტურად ერთი და იგივე ფუნქციების მატარებელია ორივე აპარატი. შესაბამისად, როგორც ავხსენებთ 20 ლიტრიანს, თქვენ იგივე ფუნქციები და იგივე მახასიათებლები გექნებათ 16 ლიტრიანზე, შესაბამისად შეგიძლიათ იგივე გააკეთოთ, რასაც ჩვენ ამ ვიდეოში აგიხსნით თქვენ. გადავდივართ კონკრეტული მოდელის აღწერაზე და დავიწყოთ ჩვენ ეგრეთ წოდებული unboxing-ი, ანუ 5-დან ამოღების მომენტიდან განვიხილოთ თითო დეტალი. პირველ რიგში ჩვენ აპარატს ამოვიღებთ 5-დან. ეს მოდელია და ბევრ თქვენგანს უკვე ეცნო, რადგან ძალიან ბევრ მომხმარებელს აქვს კონკრეტული მოდელი შეძენილი. პირველ რიგში თქვენ შეამჩნევთ, რომ 5-ში დევს აი ეს დრეკადი დრენაჟის მილი და ეს რისთვის გამოიყენება. თქვენ შეგიძლიათ აღნიშნული მილი დაერთოთ აპარატს და აპარატი, რომელიც უკვე იწვევს სისველეს და გროვდება კონტეინერში, თქვენ აღარ მოგიწევთ კონტეინერის ხელით დაცლა, აპარატი ავტომატურად დაცლის აი ამ მილის საშუალებით, რომელიც თქვენ შეგიძლიათ დაერთოთ მაგალითად თქვენ ტრაპში, რომელიც არსებობს თქვენ სველ წერტილში. ძირითადად 90% ბინებში, სახლებში არ იყენებს სადრენაჟის სისტემას, შესაბამისად შეგიძლიათ აი ეს მილი უბრალოდ გადადოთ და შეინახოთ საჭიროების შემთხვევაში. გადავიდეთ უკვე დეტალურ აღწერაზე და როგორც ხედავთ, ეს არის დიზაინში ულამაზესი აპარატი და მოყვება ამ აპარატს ბორბლები, როგორც ხედავთ და მისი გადაადგილება თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ ნებისმიერ ადგილას. გვერდებზე აქვს სახელური შრილები, რომლის მიხედვითაც თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ აპარატი აიღოთ და გადაიტანოთ ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ თქვენთვის სასურველ დროს. პირველ რიგში გავითვალისწინოთ მნიშვნელოვანი დეტალი. ეს გახლავთ ზედა ფილტრი აპარატისთვის, რომელიც აი ამ მეთოდით გამოდის და როგორც ხედავთ, ეს არის ბადე ფილტრი, ანუ აპარატი აი ამ მხრიდან იწვევს ჰაერს, შესაბამისად პერიოდულად ეს გახლავთ ფილტრი, რომელიც დაიმტვერება და თქვენ პერიოდულად უნდა შეამოწმოთ და აღნიშნული ფილტრის გარეცხვა შეგიძლიათ თავისუფლად. უბრალოდ არ გააკარებთ ქიმიას, რადგან შესაძლოა ქიმიამ დაწვას ბადე. მხოლოდ და მხოლოდ შეგიძლიათ თბილი ან ცივი წყლით გარეცხოთ, გააშროთ და დააბრუნოთ თავის ადგილას. რაც შეეხება მეორე ფილტრს, რომელიც განთავსებულია შიგნით, ეს გახლავთ სპეციალური სტერილური HEPA ფილტრი, რომელიც აბსოლუტურად ანადგურებს ვირუსებს, ბაქტერიებს, ალერგენებს, მიკროორგანიზმებს. თუ რამე მავნე არსებობს თქვენ ოთახში, ყველაფერი ნადგურდება აი ამ ფილტრის მეშვეობით. შესაბამისად, ყოველთვის, როდესაც გახსნით აპარატს, ცელოფანი მოხსენით აუცილებლად და მხოლოდ ამის შემდეგ დააბრუნეთ თავის ადგილას. გთხოვთ გაითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც შეეხება HEPA ფილტრს. აღნიშნული ფილტრის წყლით გარეცხვა არ არის რეკომენდებული და არ შეიძლება. შესაბამისად, გაიმახსოვრეთ, რომ HEPA ფილტრის გაწმენდა თქვენ შეგიძლიათ მშრალად, როგორც მტვერსასრუტით, ასევე თმის საშობი ფენით, ან ეგრეთ წოდებული გადაფერთვით. ხოლო რაც შეეხება ბადე ფილტრს, მისი გარეცხვა შესაძლებელია წყალზე, ამიტომ ეს ორი ფილტრი ერთმანეთისგან აუცილებლად განასხვავეთ წმენდის მომენტში. აპარატის გვერდითა მხარეს განთავსებულია სპეციალური კონტეინერი, როგორც იცით, როდესაც აპარატი ნესტს და სისველეს იწვევს და თავის თავზე იღებს, ის დაგროვილი წყალი გროვდება კონტეინერში. ამ აპარატს მოყვება დაახლოებით 4 ლიტრამდე სპეციალური კონტეინერი, რომელშიც გროვდება გამოწვეული წყალი. როგორც ხედავთ, ამ კონტეინერს მოყვება სახელური. ამ შემთხვევაში, როდესაც ივსება აპარატი, თქვენ უნდა მოხსნათ კონტეინერი, წყალი გადააქციოთ და ისევ თავის ადგილას დააბრუნოთ. ასევე გასათვალისწინებელია ის მომენტი, რომ უკანა მხარეს აპარატზე განთავსებულია სპეციალური დრენაჟის დასაერთებელი
მილი, რომელიც მე უკვე გაჩვენეთ დასაწყისში, თუ შესაბამისად თქვენთან ისევ ერთხელ ვიმეორებ, არსებობს მაგალითად ტრაპში დაერთების საშუალება, კონკრეტულ მილს, რომელიც მოყვება აპარატს, შეგიძლიათ დაერთოთ აი ამ სპეციალურ გამოყოფილ წერტილზე და თვითონ აპარატი ავტომატურად დაცლის და თქვენ აღარ მოგიწევთ კონტეინერის ხელით დაცლა. შეგვიძლია დავიწყოთ უკვე აპარატის დეტალური განხილვა და ჩავთოთ ჩვენი ინვენტორის აპარატი. ვაწვევით ღილაკზე, რომლებიც არის სენსორული და პირველ რიგში, რასაც ვაქცევთ ყურადღებას, აპარატის გვერდზე განთავსებულია სპეციალური ინდიკატორი, რომელიც აჩვენებს ოთახში არსებულ ტენიანობის ხარისხს. ამ შემთხვევაში ეს ინდიკატორი იცვლის ფერს და მისი ფერები შეადგენს სამს, ეს გახლავთ ლურჯი, ყვითელი და წითელი. თუ თქვენ ოთახში არის ტენიანობის მაღალი დონე, ამ შემთხვევაში აპარატი ანთებს აუცილებლად წითელს, საშუალო დონეზე ფერი გაყვითლდება, ხოლო ლურჯი ფერი უკვე იმაზე მიანიშნებს, რომ თქვენს ოთახში არის შესანიშნავი და სავალდებულო ნორმა. პირველ რიგში შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მოდელი არ წარმოადგენს მხოლოდ ნესტის გამწვავ აპარატს, ეს გახლავთ 2-1-ში აპარატი, რომელსაც მოყვება როგორც ნესტის გაწვევის ფუნქცია, ასევე ჰაერისმენდის ფუნქცია. აი ეს ღილაკი გახლავთ ჩართვის ღილაკი, რომელსაც უბრალოდ თითის დაჭერით ჩაირთვება ჩვენი აპარატი და თქვენ ხედავთ უკვე ეკრანზე აინთო გარკვეული სიმბოლოები. პირველ რიგში ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ აი ეს 59%, რომელიც წერია ეკრანზე, ეს არის ჰაერის ტენიანობის პროცენტული მაჩვენებელი. შესაბამისად, აპარატი აღიქვავს თუ აი ამ ეტაპისთვის რამდენია ოთახში ტენიანობა და შესაბამისად ის მუშაობის შემდეგ დაწევს ტენიანობას იქამდე, რაც თქვენთვის არის აუცილებელი როგორც თქვენი ჯანმრთელობისთვის, ასევე თქვენი ოთახისთვის. არც ქვევით, არც ზევით. არსებული ღილაკით ჩვენ ვცვლით რეჟიმებს და როგორც უკვე თქვენ იცით, აღნიშნული აპარატს აქვს ორი ფუნქცია, ჰაერისმენდის ფუნქცია და ნესტის გაწვევის ფუნქცია. შესაბამისად, აღნიშნული ღილაკით თქვენ შეგიძლიათ ჩართოთ ან ორივე ერთად, ან ერთი. როგორც ხედავთ, აი ამ მომენტში ჩართულია მხოლოდ ჰაერის გაწმენდის ფუნქცია. ერთი დაჭერით ჩაირთო ორივე ფუნქცია, როგორც ჰაერის გაწმენდა, ასევე ნესტის გამწვევი ფუნქცია. შესაბამისად, დაიმახსოვროთ, ამ ღილაკით შეგიძლიათ ან ერთი ფუნქციის ჩართვა, ან ორივეს ერთად. გადავდივართ მესამე ღილაკზე, ამ რეჟიმით ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ 4 ფუნქცია. როგორც ხედავთ, ახლა გააქტიურებულია M რეჟიმი, ანუ მექანიკური რეჟიმი და ეს ნიშნავს, რომ აპარატი არის მუდმივად ჩართული და მხოლოდ ითიშება იმ შემთხვევაში, როდესაც კონტეინერი გაივსება წყლით. ერთხელ დაჭერით გადადის სარეცხის შრობის ფუნქციაზე, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ აპარატებს ყველას მოყვება სარეცხის შრობის ფუნქცია და მაისური დაიხატება ეკრანზე. ამ ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ სარეცხი, რომელიც არ შრება, შემოიტანოთ ოთახში, დადგათ საკიდით და აპარატი დაუდგათ გვერდით და შესაბამისად სარეცხი ძალიან სწრაფად გაშრება. შემდეგი ფუნქცია ეს გახლავთ ღამის რეჟიმი, ანუ სადაც დაიხატება მთვარე და ვარსკვლავი, ეს იმას ნიშნავს, რომ აპარატი მუშაობს ძალიან მშვიდ რეჟიმში, როგორც ხედავთ, მისი ხმა თითქმის აღარ ისმის, ამიტომ თქვენ თუ დაუშვათ ძილის დროს გარკვეულმა ხმამ შეიძლება შეგაცხოთ, გადაიყვანთ ღამის რეჟიმზე და აპარატი იმუშავებს ძალიან მშვიდ რეჟიმში. და რაც შეეხება მეოთხე ფუნქციას, ეს გახლავთ S რეჟიმი, ანუ smart რეჟიმი, ჭკვიანი რეჟიმი, რომლის მიხედვითაც აპარატი თვითონ განსაზღვრავს, როდის ჩართოს ჰაერისმენდის ფუნქცია საჭიროების შემთხვევაში, როდის ჩართოს ნესტის გაწვევის ფუნქცია, ან ორივე ერთად. და შესაბამისად, ეს რეჟიმი, ანუ ავტომატური რეჟიმი, ყველაფერს თვითონ ალაგებს თქვენი ოთახის სიტუაციიდან გამომდინარე. აღნიშნული ღილაკები, წვეთში განთავსებული პლუს და მინუს ღილაკი, ეს ფუნქციები ძირითადად გამოიყენება კომერციულ ობიექტებზე, მაგალითად ისეთები, როგორიც არის მუზეუმები, არქივები და სხვა, სადაც საჭიროა კონკრეტული ტენიანობის მითითება. ხშირ შემთხვევაში ეს სახლის პირობებში არ არის გამოყენებადი, რადგან სახლის პირობებში, როგორც აღიხსენეთ, ავტომატური რეჟიმი თვითონ განსაზღვრავს ყველაფერს, მაგრამ თუ მაინც გინდათ, რომ კონკრეტული ტენიანობა მიუთითოთ, აუცილებლად დაიმახსოვრეთ, რომ M რეჟიმზე უნდა იყოს გადართული ფუნქცია და ამ შემთხვევაში აქტიურდება პლუს-მინუს ღილაკი. თქვენ კონკრეტულად უთითებთ მაგალითისთვის პროცენტებს, აპარატს ეუბნებით თქვენ, რომ გჭირდებათ 40%-მდე დაწიოს ტენიანობა და შემდეგ გაითიშოს. შესაბამისად, როდესაც გაქვთ მანუალ რეჟიმი ჩართული, თქვენ უთითებთ კონკრეტულ ტენიანობას, მე ამ შემთხვევაში მივუთითე 45%, თუმცა როგორც ხედავთ, არსებული ტენიანობა არის 57% ოთახში, როდესაც დაიწევს ტენიანობა 45%-მდე, რაც მითითებული გვაქვს
პლუს-მინუს ღილაკით, შესაბამისად დაწევის შემთხვევაში გაითიშება აპარატი. თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ აღნიშნული რეჟიმი გამოიყენება ძირითადად კომერციულ ობიექტებზე და სახლის პირობებში უმჯობესია ყოველთვის ჩართული კონდეთ ან მანუალ რეჟიმი, ან ავტომატური რეჟიმი. ეს ორი რეჟიმი არის იდეალური ვარიანტი სახლისთვის, რადგან შეიძლება თქვენ გარკვეულ პერიოდის მანძილზე სხვადასხვა ღილაკებს დააჭიროთ და არიოთ სისტემა. ამიტომ დაიმახსოვრეთ სახლის პირობებში მოცემული ფუნქციები. ეს აპარატი გახლავთ ჭკვიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის იმართება Wi-Fi-ის მეშვეობით. თქვენ უნდა გადმოწეროთ ინვენტორის აპლიკაცია, რომელიც შეგიძლიათ მოიძიოთ როგორც App Store-ში, ასევე Play Store-ში. ამ აპლიკაციას ეწოდება Inventor Control. აირჩევთ შესაბამის აპარატს და შესაბამის მოდელს. ამ შემთხვევაში ეს გახლავთ 20 ლიტრიანი მოდელი, თქვენ შეგიძლიათ 16 ლიტრიანი თუ გაქვთ სახში აირჩიოთ და დააკავშიროთ ის თქვენ სახში არსებულ Wi-Fi რაუტერზე. დაკონექტება ხდება შემდეგი წესით: აღნიშნულ ღილაკს აწვევით 3 წამის მანძილზე, ეკრანზე გამოდის ციმციმა კუბები, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ იმყოფებით დაკავშირების მომენტში. აპლიკაციაში თქვენ ძალიან მარტივად მიუთითებთ დაკავშირებას და შესაბამისად აპარატი დაუკავშირდება თქვენ ტელეფონს და აპარატის მართვა შეძლებთ ნებისმიერი ადგილიდან თქვენი ტელეფონის საშუალებით დისტანციურად. როგორც თბილისში, ასევე საქართველოში, ასევე საზღვარგარეთიდან შეგიძლიათ მართოთ აპარატი ისე, რომ სახლში არ ბრძანდებოდეთ. კონკრეტული ღილაკი აკონტროლებს დაბერვის სიჩქარეს. თქვენ შეგიძლიათ სიჩქარეების ცვლილება ამ ღილაკით. შეგიძლიათ პირველ სიჩქარეზე დააყენოთ, მეორე სიჩქარეზე, მესამე სიჩქარეზე და ასევე ავტომატური რეჟიმი. ავტომატური რეჟიმი თვითონ განსაზღვრავს ოთახის ტენიანობის მიხედვით თუ როდის რამდენ სიჩქარეზე უნდა დაუბეროს. შესაბამისად შეგიძლიათ გამოიყენოთ ავტომატური ან დაბალი რეჟიმი, პირველი სიჩქარე, რომელიც ძალიან მშვიდ და დაბალ ტონალობაში მუშაობს, ასევე მეორე და ასევე მაქსიმალური რეჟიმი სიჩქარეს. მოცემული ღილაკით, ეს ღილაკი გახლავთ ტაიმერი, ანუ ამ ღილაკით თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ კონკრეტული დრო თუ რამდენ ხანში გაითიშოს აპარატი. მაგალითისთვის, ჩვენ შეგვიძლია მიუთითოთ, როგორც ხედავთ ეკრანზე ინთება 1H, ანუ 1 საათი, 1, 2, 3. მაგალითად, ამ შემთხვევაში მე ვეუბნები აპარატს, რომ 3 საათში გაითიშოს აპარატი. თქვენთვის აპირებთ მაგალითისთვის ძილს და გინდათ რომ 3 საათში გაითიშოს აპარატი, შესაბამისად მიუთითებთ თქვენთვის სასრულ დროს. ასევე ამ ღილაკზე კარგად გაითვალისწინეთ 3 წამი, ნახეთ აქ აწერია 3, შესაბამისად 3 წამის მანძილზე ფუნქცია იცვლება და ეკრანზე ინთება ოქლომი, შესაბამისად ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ დაბლოკილი გაქვთ ყველა ღილაკი. ეს არის ბავშვებისგან დაცვა, რომ არ აურიონ ღილაკები. გადავდივართ მოცემულ ღილაკზე, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ჰაერის მიმართველი პანელი თქვენი სურვილის მიხედვით ან გააჩეროთ კონკრეტულ პოზიციაში, ან ამოძრავოთ მუდმივად და ნახეთ როგორ მოქმედებს ეს ფუნქცია. ერთხელ დაჭერით, როგორც ხედავთ, ჰაერის ფრთა იწყებს მოძრაობას. ამ შემთხვევაში ჰაერის გადანაწილება ხდება უფრო მკვეთრად ოთახის მიმართულებით და შესაბამისად თქვენ კონტროლი შეგიძლიათ აღნიშნულ ფრთაზე თითო დაჭერა ღილაკზე თითო პოზიციაზე აჩერებს კონკრეტულ პანელს. დააჭირეთ ღილაკს, დაიწყო მოძრაობა, თქვენ თუ გინდათ გააჩეროთ კონკრეტულად რომელიმე პოზიციაში, აწვევით ისევ თავიდან. ასევე კონკრეტული ღილაკს გააჩნია მეორე ფუნქცია, როგორც ხედავთ აწერია 3 და ion, ეს ნიშნავს, რომ 3 წამის დაჭერის შემთხვევაში, ნახეთ, ჩაირთვება იონიზაციის ფუნქცია და ეკრანზე აინთება იონიზაცია და თქვენ კარგად მოგვიხსენებათ იონიზაცია ჰაერის, ეს არის ფანტასტიკური რამ. ეს ფუნქცია თქვენთან ჰაერში არსებულ მიკრობებს, მავნე ორგანიზმებს, სხვადასხვა მავნე ნივთიერებებს, ყველაფერს ანადგურებს, შესაბამისად ჰაერს წმენს მაქსიმალურად. შეგიძლიათ იონიზაციის ფუნქცია გამოიყენოთ დღე-ღამეში 3-დან 5 საათამდე, არ არის რეკომენდებული 24 საათი იყოს, თუმცა როგორც გითხარით, რამდენიმე საათი თქვენ იონიზაციის ფუნქციას უყენებთ 3 წამი დაჭერით. დაგვრჩა ბოლო ღილაკი, ეს გახლავთ UVC ნათურა, ეს არის ულტრა იისფერი სპეციალური ნათურა, რომელიც ჰაერის წმენდასთან მიმართებაში არის ფანტასტიკური ფუნქცია. ის ანადგურებს ოთახში არსებულ ვირუსებს, ბაქტერიებს, ალერგენებს,
გამონაბოლქვს და სხვა მავნე მიკრობებს, რომელიც იბუდებს ხშირ შემთხვევაში ჰაერში. შესაბამისად, ეს ორი ფუნქცია, იონიზაცია და ულტრაიისფერი სპეციალური სხივი და ეს სხივი ირთვება ამ ნათურაზე 3 წამის დაჭერით. როგორც ხედავთ, გააქტიურდა ეკრანზე და დაიწერა UVC, შესაბამისად, ეს რეჟიმი სრულად წმენს ჰაერს. აპარატზე ასევე მოცემული გვაქვს ღილაკების ხმის გათიშვა, როგორც მოგეხსენებათ, ღილაკზე დაჭერით ღილაკი გამოსცემს ხმას, თქვენ შეგიძლიათ ეს ფუნქცია გაუთიშოთ ორ ღილაკზე ერთად 3 წამით დაჭერით. ამ შემთხვევაში ღილაკზე ხმა გაითიშა, ნებისმიერზე უკვე ხმის გარეშე ჩაერთვება, თქვენ აბრუნებთ უკან ღილაკის ხმას ისევ 3 წამის დაჭერით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კონკრეტული აპარატი პერიოდულად აუცილებლად შეგახსენებთ ფილტრის გაწმენდას, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკრანზე აინთება P3 ან P4. ამ შემთხვევაში კარგად დაიმახსოვრეთ, P3 და P4 ნიშნავს ფილტრის გაწმენდის შეხსენებას. თქვენ გაწმენდთ ფილტრს და ყოველი გაწმენდის შემდეგ დააწვევით აღნიშნულ ღილაკს 3 წამის მანძილზე და ჩაქრება როგორც P3, ასევე P4. როდესაც ეკრანზე დაიწერება P2, ეს ნიშნავს იმას, რომ კონტეინერი წყლით არის სავსე და შესაბამისად აპარატი აუცილებლად გაითიშება და ეკრანზე, როგორც გითხარით, დაეწერება P2. თქვენ კონტეინერს დაცლით, შედგამთ და აპარატი ავტომატურად გააგრძელებს მუშაობას. გთხოვ კიდევ ერთხელ დაიმახსოვრეთ, P2 ნიშნავს, რომ ავზი არის სავსე, P3 და P4 ფილტრი არის გასაწმენდი. კიდევ ერთხელ შეგახსენებ, რომ კომპანია GIOS-ი გახლავთ ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და ჩვენ წარმოვადგენთ ინვენტორის ბრენდს. შესაბამისად, ჩვენი აპარატების შეძენა თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენთან საქართველოში, თბილისში, ყაზბეგის გამზირი 31-ში და ბათუმში მელიქიშვილის გამზირის 63 ნომერში. ასევე თქვენ შეძლებთ ჩვენი აპარატების შეძენას ჩვენს ონლაინ მაღაზიებში shop.inventor.g. საქართველოს ყველა რეგიონში მიწოდება გახლავთ უფასო და კარგად დაიმახსოვრეთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ოფიციალური სერტიფიცირებული აპარატები არის 100%-იანი შედეგის დამდები. ამიტომ გაითვალისწინოთ, რომ ინვენტორი, რომელსაც მოყვება 5 წლიანი ოფიციალური გარანტია, ერთადერთი აპარატია და ერთადერთი ბრენდია საქართველოში, რომელიც 100%-იან შედეგს დებს. კარგად ბრძანდებოდეთ დროებით.